საქართველოდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი გაიზარდა წლის პირველ ნახევარში ამ პროდუქტის ექსპორტიდან ქვეყანამ 67 მილიონი 400,000 დოლარი მიიღო, რაც 11%-ზე მეტად გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში წარმოებული აზოტოვანი სასუქი მსოფლიოს 20 ქვეყნის ბაზარზე გადის, მთლიანი ექსპორტის 23% რუმინეთზე მოდის, მეორე ლიეტუვა, მესამე კი ესპანეთია. იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით აზოტოვანი სასუქების ექსპორტი ივნისში განხორციელდა და 15,577 მილიონი დოლარი შეადგინა. განსხვავებული მდგომარეობა ფეროშენადნობების ბაზარზე რთული 2024 წლის შემდეგ ამ შემთხვევაში კრიზისი კვლავ გრძელდება. წლის პირველ ნახევარში საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პროდუქციის ექსპორტი 96 მილიონ დოლარამდე 33%-ით შემცირდა, თუმცა ფეროშენადნობების საექსპორტო კალათაში კვლავინდებულად წამყვალ-ნათეულში ხვდება. ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორის კი არის იტალია, თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველოს ივნისში 9 მილიონი ნახევარი დოლარის შემოსავალი მიიღო, ჯამურად ექსპორტირებულია 225 გიგავატ-საათი, რომელიც განაწილდა თურქეთს, სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. TBC კაპიტალის მონაცემებით მთლიანობაში საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში 1343 გიგავატ-საათამდე 11%-ით შემცირდა, 1061 გიგავატამდე შემცირებულია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელის. მიზეზი უამინდობის გამო ივნისში გაგრილებაზე შემცირებული მოთხოვნა სახელდება. მომგებიანობა დოტაციის ნაცვლად გამართული მენეჯმენტი და საბიუჯეტო შენატანები, ასეთია სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი მიზანი. რეფორმის მიმდინარეობის დეტალები კი მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლობასთან განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეფორმის პირველ ეტაპზე ოპტიმიზაციის შედეგად ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში წლიურად 52 მილიონ დოლარზე მეტი დაიზოგა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა შედიოდნენ კონკურენციაში კერძო სექტორთან, რაც უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მეტ ეფექტურობას და 2028 წლისთვის ხელშესახებ შედეგებს მოიტანს. საქართველოს წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურობიდან თითქმის 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4%-ით გაზრდილი და მთლიანობაში რეკორდული მაჩვენებელია. რეალურად საქართველოს რეგიონში ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის სტატუსი ინარჩუნებს, სადაც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს 4-ვე სეზონზე შეუძლიათ მიიღონ მრავალფეროვანი შეთავაზებები, როგორც აქტიური ასვენების, ასევე კულტურული, ღვინის და სხვადასხვა სახის ტურების მიმართულებით. ეს მოცემულობა კი შედეგს ოფიციალურ სტატისტიკაში ასახავს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შემოსავლები განსაკუთრებით გაზრდილია ისეთი ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს. როგორია ზაფხულის ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში მოლოდინი და რამდენად მომზადებული შევხვდით სეზონს, როგორ ფასდება უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან არსებული ვითარება, სად გვაქვს მიღწევები და სად რჩება გამოწვევები. თემაზე სასაუბროდ კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძე გვერდდება. დილიდან გიორგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის თქვენთვის ამ ძალიან აქტიურ პერიოდში და რა თქმა უნდა პირველ რიგში საინტერესო მოვისმინოთ შეფასება თქვენგან, უშუალოდ სექტორის წარმომადგენლისგან. ერთია ოფიციალური სტატისტიკა და მეორეა თუ რას გრძნობს საკუთარ მაჯისცემაზე ბიზნესი, როგორ შეაფასებთ ამ დროისთვის აქტივობას ტურიზმის მიმართულებით. მოგესალმებით, დილამშვიდობის, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩვენ შემთხვევაში ზოგადად თბილისსა და საქართველოში 2025 წლის მაღალი სეზონი საკმაოდ ნაადრევად დავიწყეთ, რამაც შეადგინა აპრილში 92%, ხოლო დღემდე ვაგრძელებთ და ვინარჩუნებთ, ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ 80-დან 85%-მდე დატვირთულობა, რაც ძალიან კარგი და დამახასიათებელი არის თბილისის მაღალი სეზონისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის წლიდან წლამდე მზარდი, როგორც თვითონ ქვეყნებიდან შემოდენილი და შემოსული სტუმრები და ტურისტები, ასევე ის ფასები, რომლებსაც ვცდილობთ, რომ წლიდან წლამდე იყოს მოთხოვნასთან შესაბამისი და გავზარდოთ. თუ ფასს ვზრდით, ესე იგი ამაში მოთხოვნაც გვიწყობს ხელს, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის და ჩვენ დღეს ამ ეტაპზე იმ სტატისტიკას, რაც გამოქვეყნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევესაბამებით თბილისის მაგალითზე, ასევე აღსანიშნავია ის, ვთქვათ, დიდი ღონისძიება, რომელიც დღეს არის დაგეგმილი და სადაც თბილისში ფაქტიურად ვერ ნახავთ დღეს თავისუფალ ოთახს, სასტუმროებში ძალიან
შეცვალა ამან მოკლევადაში ტურისტების და სეგმენტის მანიშნებლები, რაც ჩამოვიდნენ საქართველოში, თუ აქამდე იყო და შეინიშნებოდა უფრო საშუალო პლუს ასაკის ტურისტები და წვრილები, ჯგუფური ვიზიტები, დღეს ჩვენ გვყავს უფრო ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ის ახალგაზრდები და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები, ასევე ევროპის მიმართულებებიდანაც, რომლებისთვისაც საინტერესოა ესეთი აქტივობები და ეს უსვავს სწორად იმას ხაზს, რომ საქართველოში ყოველ წელს მინიმუმ რამდენიმე ესეთი მასშტაბური სახის ღონისძიება უნდა ტარდებოდეს, რომ მოვიზიდოთ უფრო ბევრი ტურისტები. არის დამატებითი ბუსტი, ასე ვთქვათ, ტურიზმისთვის. მე მინდა გკითხოთ კონკრეტულად, რომელი ქვეყნის ტურისტები ჭარბობენ. ანუ სტატისტიკას შევხედოთ არა კონკრეტული ღონისძიების ნაწილში, არამედ უფრო გრძელვადიანად, რომელი ქვეყნის ტურისტები ჭარბობენ და თქვენ ახსენეთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. სწორედ მთელი ძალისხმევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის არის მიმართული იმისკენ, რომ და ასევე კერძო სექტორის არის მიმართული იმისკენ, რომ სწორედ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვიდნენ. რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები უფრო მეტად? საქართველოსთვის თავისთავად არის მთავარი პრიორიტეტი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები სწორედ ევროპის მიმართულებიდან და ალბათ ამიტომაც არის ამდენი ფრენა, ამდენი ქვეყნის ქალაქიდან, სწორედ პირდაპირი ფრენები დანიშნული საქართველოში, რომ თვითონ ქვეყანამ და კერძო სექტორმა უფრო მეტი სითამამით განუცხადოს და წარუდგინოს ის ტურპაკეტები ევროპელ ტურისტულ კომპანიებს და პარტნიორებს, რომლებისთვისაც აქამდე მარტივად და პირდაპირ გზებით არ იყო ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა. ხოლო მაშინ, როდესაც შეგიძლია რომ პირდაპირ ესაუბრო და გაუხსნა ის პირდაპირი გზა, როდესაც კომფორტულად და მარტივად, რაც სწორედ არის ევროპელების ძირითადი მოთხოვნისთვის დამახასიათებელი არგუმენტები და პოზიციები, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სწორედ ევროპიდან უნდა იყოს მოზიდული ის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი საქართველოში, რაც არის ნომერ პირველი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევთავაზოთ ის სერვისი და ის სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა სასტუმრო სერვისი, სარესტორნე ბიზნესი, როგორც თქვენ ახსენეთ, 4 სეზონის ქვეყანა არის და ამიტომ ძალიან საინტერესოა. ამას გარდა ტრადიციულად ვინარჩუნებთ იმ სტატისტიკებს და წლიდან წლამდე ესეც თავისთავად არის მზარდი, როგორიც არის ისრაელის ბაზარი, თუ არ ჩავთვლით იმ მოკლევადიან ომის პერიოდს, გალფის ყურის ქვეყნები, რაც ესე ვთქვათ, დუბაი, საუდის არაბეთი და ასე შემდეგ. ნუ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ამ წელს არის ძალიან დამატებული და გაზრდილი ჩინეთიდან და ინდოეთიდან ვიზიტები. ჩინეთი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოირჩევა ხოლმე მაღალმხარჯველუნარიანი მიმართულებით, ასევე როგორც ევროპა, თუმცა თავისთავად ევროპას ვერ ჩაანაცვლებს და მთავარი პრიორიტეტი დღემდე არის შენარჩუნებული ის, რომ რაც უფრო დრო გავა, მით მეტად იყოს ევროპელი ტურისტისთვის საქართველოს საინტერესო, რომ ჩამოვიდეს და გაატაროს მათი დასვენებისთვის გამოყენებული დროა. ტურისტისთვის ჩვენი ქვეყანა რომ იყოს საინტერესო და ამავდროულად მიმზიდველი, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს გამართული სერვისი, ხომ ასეა, რადგან ევროპელი ტურისტი არის ძალიან მომთხოვნი. სერვისი და ფასი რამდენად მოდის შესაბამისობაში, რომ გითხრათ, ერთი მიმართულებით ეს ნაწილი საინტერესოა და ასევე მეორეს მხრივ რამდენად დაიხვეწა, ანუ შარშანდელთან შედარებით, თქვათ, აი მომსახურების ნაწილში რამდენად გვაქვს პროგრესი. სერვისი ეს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი არის სწორედ საქართველოსთვის, რაზეც ყოველწლიურად მიმდინარეობს მუშაობა და ამას თვითონ ბიზნესიც საკმაოდ კარგად ახერხებს, როგორც არის ისეთი ბრენდული სასტუმროები, სადაც ხედავთ, რომ ყოველ წელს გვემატება ახალ-ახალი საერთაშორისო ბრენდები, ეს პირდაპირ არის მიმართული იქითკენ, რომ ტარდება გაცილებით უფრო მეტი ტრენინგი, გაცილებით უფრო მეტად პრესტიჟული ხდება სასტუმრო და ზოგადად ჰოსპიტალიტი სექტორში მუშაობა და ეს თუ ვთქვათ, ნახავთ ბოლო 10 წლის პერიოდს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორმაგად და სამაგად უფრო გაუმჯობესებული არის სერვისის მიწოდება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ეს არ არის. შეგიძლიათ როგორც დედაქალაქზე, ასევე სხვადასხვა რეგიონზე? და საინტერესოა, თუ შეიძლება ეს კითხვაც, ჩვენს მოსახლეობას ალბათ აინტერესებს, რომელ რეგიონებში არის ეს ტურისტის შემოდინების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა უფრო ალბათ საინტერესოა. ძირითადად უნდა ვთქვათ, რომ სერვისიც და ზოგადად სადაც არის ძალიან დიდი მოთხოვნა, იქ ვითარდება ხოლმე სერვისიც, იქ იწევა ფასები. ამ შემთხვევაში ის ჰაბი, რაც გააჩნია საქართველოს, ეს არის თბილისი, ბათუმი, შეგვიძლია ჩავთვალოთ კახეთიც, ყაზბეგის მიმართულება, ყველაზე ნაკლებად ჯერჯერობით, სადაც არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, ეს არის რაჭა და ხშირად გვითქვამს, რომ რაჭას აქვს შესანიშნავი პოტენციალი და
არანაკლებ შეუძლია იყოს განვითარებული ისე როგორც სხვა რეგიონები, თუმცა ის ბრენდული სასტუმროების შემოდინების კუთხით, რაც იხსნება და სადაც მიმდინარეობს მუდმივად ფასების ზრდა და ზოგადად სერვისზე მეტი ორიენტირება, ეს არის ჯერჯერობით მაინც თბილისი და ბათუმი. ნახეთ რა შეასაქმე. მე შეიძლება დილეტანტი ვარ ამ საქმეში, მაგრამ მაინც დაკვირვება ემპირიული ამას ამ კითხვას მიბიძგებს. ერთი თქვენ ბრძანეთ, რომ არის მაღალ მხარჯველ უნარიანი ტურისტის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ვისაც ბევრი ფული აქვს, ბევრს ხარჯავს. მაგრამ მეორე მხრივ ეს რაღაცნაირად მეორე მხარეც აქვს, თითქოს ურტყავს ადგილობრივი მოსახლეობის ერთი მხრივ შემოსავალს, მაგრამ მეორე მხრივ გასავალსაც, იმიტომ რომ ფასები არა მხოლოდ ტურისტებისთვის ხდება მაღალი ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის ისეთზე როგორიც არის თქვა იგივე სასტუმროები დასასვენებლად ჩვენს დავდივართ და გვინდა ბუნებრივია სიარული, არამედ იმ პროდუქტებზე, რომელიც გათვლილი არის თითქოს რომ ბევრმა ტურისტმა უნდა შეიძინოს, მაგრამ ამავე დროს ჩვენთვისაც ახლა მე ყოველდღე ვაწყდები ამ რეალობას. მე მესმის რომ ძალიან კარგია, როდესაც ბევრი ტურისტი შემოდის, მაგრამ ამავე დროს როგორ ხდება თქვენი აზრით ამისი გარკვეულად დაბალანსება. ამას თვითონ ბაზარი დაარეგულირებს, ანუ ჩვენ არ ვიყიდით და მარტო ტურისტი იყიდის და მე ვაშლი არ მექნება და მსხალი და მარტო ევროპელი ტურისტი შეჭამს იმ ბალს, თუ და დაისვენებს კარგ სასტუმროში, თუ აი შესაძლებელი ერთი აი მაგას ვამბობ, ძალიან გვიხარია რომ შემოდის ტურისტი და სადღაც მიდის ეს ფული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პირ და პროპორციულად აისახება თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მე ეს მინდა ვთქვა. ვეცდები რომ გიპასუხოთ. სავარაუდოდ თქვენ გულისხმობთ ადგილობრივისთვის ფასი არ გაიზარდოს ალბათ რეგიონებში, იმიტომ რომ თბილისში ნაკლებად მოძრაობთ დასაჩენად და გასაჩერებლად. და რეგიონი ჩამოდის თბილისში და ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, არის მიგრაცია ხდება, ვიღაც არ ჩამოდის. ძირითადად მაინც უფრო თბილისიდან ჩასული მაღალი კლასის ობიექტებზე, სადაც არის ხოლმე ფასი თქვათ $300-დან ზემოთ, როგორიც არის ხუთვარსკვლავიანი ბრენდული ობიექტები, თქვათ ბათუმის და მიმდებარე ტერიტორიებზე, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეზღუდული სეზონის რაოდენობა გამოიყენონ და რომ არ იყოს ის მოთხოვნა თვითონ ქართველებისგანაც და ასევე ტურისტებისგანაც, შესაბამისად ვერ იქნებოდა ფასი, არავინ არ დაწერს ისეთ ფასს, რომ არ იყიდებოდეს, ხო? თუ არის მოთხოვნა, შესაბამისად ადის ფასი და მეცაც გეტყვით, აი ამ სწორედ საკურორტო ზონებში თუ არ ჩავთვლით აპარტამენტებს და საშუალო კლასის ობიექტებს, ნახევარი დამსვენებელი მაღალი კლასის ობიექტებში თქვენ განსაკუთრებით ვიკენდებსა და სეზონის პიკზე წააგდებით ქართველებს. შესაბამისად ნაწილდებით სეგმენტურად ნაწილებით ადრე უნდა დავიჭიროთ თარიღი, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი კითხვა მაქვს კიდევ თუ შეიძლება რა. თქვენ ახსენეთ რაჭა, ხო? ნუ სხვადასხვა რეგიონებში, იმ რეგიონებში სადაც ხედავთ პოტენციალს, ხო, ტურიზმის განვითარების. აი თუ გეგმავთ რაიმე ღონისძიებებს, თუ არის გარკვეული პროექტები, რომელ რეგიონებშია პოტენციალი ამას რომ გაუსვათ ხაზი და ასევე უახლოესი პროექტი თუ არის დაკავშირებული ამ რეგიონთან. ლეჩხუმიც არ ამგონია ძალიან დათვერთული იყოს, თუმცა ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა ლეჩხუმი. პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს, კი ბატონო. ანუ როდესაც ვითარდება და უნდა განვითარდეს რომელიმე კონკრეტული რეგიონი, როგორც სახელმწიფო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ამისთვის გამართული და მზად, ასევე პირველ რიგში ავითარებს უკვე აქ შესული რომელიმე სასტუმრო განთავსების ობიექტი, ღონისძიებების სივრცე, საკონცერტო დარბაზები, ვთქვათ, საკონფერენციო მიმართულებები და ასე შემდეგ. როგორც კი რაჭაში გაიხსნება პირველი ბრენდული ან თუნდაც კარგი ქართული არაბრენდული, მაგალითად ყაზბეგის მიმართულებით როგორც მოხდა, ხო, ყაზბეგში ერთ-ერთმა სასტუმრომ ალბათ სახელით რაღაც რეკლამაში ჩაგვეთვალოს, განავითარა და ძალიან ხელი შეუწყო თვითონ რეგიონის წინ წამოწევას და განვითარებას. ანალოგიურად მოხდება რაჭაზე, ანალოგიურად ინვესტიციები სავარაუდოდ სვანეთის. კი, პირველ რიგში ეს არის თამამი ინვესტიცია და პირველი, ესე ვთქვათ, რისკს, ვინც ბჭყალებში რისკს ვინც აიღებს, რომელი ინვესტორის თავის თავზე, დიდი ალბათობით ის იქნება იმ რეგიონში ლიდერიც, შემდგომ რაც არ უნდა გაიზარდოს კონკურენცია და ის შექმნის ამინდს უკვე მისცემს სხვა სასტუმროებს მაგალითს რა და როგორ უნდა წარიმართოს. შესაძლოა კომპანია მომართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო ბრენდები შემოიყვანოს ჩვენს ქვეყანაში. ეს ვახსენოთ აუცილებლად და ძალიან დიდი საქმე გაქვთ ამ მიმართულებით გაწეული. ახლა არსებული რეალობიდან გამომდინარე, ახსენეთ, რომ თამამ ინვესტიციებია საჭირო. კაპიტალტევადი მიმართულებაც დავაიდენტიფიცირეთ რაჭაა, ხო, როგორც აღნიშნეთ. ახლა კონკრეტული მინდა გკითხოს, თუ მიმდინარეობს რაიმე სახის მოლაპარაკება, რომელიმე საერთაშორისო ბრენდთან და თუ ვიხილავთ თუნდაც რაჭაში
რომელიმე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლობას. ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით აი ამ ეტაპზე რაჭის მიმართულებაზე აქტიური საინვესტიციო მიმოხილვები არ გვაქვს, თუმცა ჩემი ინფორმაციით საერთაშორისო ქსელი რედისონი აპირებს შემოსვლას თავის აპარტამენტებით, იქნება ორი ბლოკი წარმოდგენილი, რომელიც ალბათ წელიწადში ან შეიძლება ცოტა უფრო მეტში გაიხსნას ამაზე ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია. და ეს იქნება ალბათ გიგი უკვე შემდეგ ახალი პროექტების პირველი მერცხალი, რომელიც შევა რეგიონში და შემდგომ უკვე აი ზუსტად ინვესტორი თუ შეხედავს მეორე ინვესტორს ყველა ელოდება პირველს და პირველი ვინც იქნება უკვე მერე მიმბაძველობის პოლიტიკით და თუნდაც კონკურენტუნარიანი შეხედულებებით შეეცდებიან რომ შევიდნენ და განავითარონ კი ბატონო და იმისათვის რომ შენარჩუნდეს თუნდაც მზარდი სტატისტიკა ტურიზმში იმისათვის რომ საერთაშორისო ბრენდებს მოუნდეს ჩვენს ქვეყანას შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია დავიდეთ უშუალოდ სერვისის ნაწილამდე სერვისი იყოს გამართული ხომასია რასაც ჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ერთის მხრივ მინდა გკითხოთ რამდენად არის ჩვენს ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის განვითარების პოტენციალი, თორემ პრობლემა რომ არის. მომზადება გადამზადების. ამ ეტაპზე ეს ვიცით, რამდენად არის პოტენციალი იმისა და უკვე მენტალობაც იმ დონეზე შეცვლილი, რომ ვთქვათ, ჰოსპიტალიტეტის სექტორში მუშაობა იყოს პრესტიჟული, მაღალანაზღაურებადი და კონკურენტული. პრესტიჟულს ვინ შევის მაღალანაზღაურებადი იყოს პირველად. ამასაც დრო სჭირდება და ზუსტად აქაც არის ინფრასტრუქტურა. როდესაც ვითარდება ინფრასტრუქტურა, ჩდება დასაქმებაზე შესაბამისი მოთხოვნა, მაგალითისთვის რო ვთქვათ 10 წლის წინ თუ იყო სასტუმროში დამლაგებლის ანაზღაურება დაახლოებით 700 ლარის ფარგლები, დღეს არის 1100-1200 ლარის ფარგლები. ანუ ხედავთ რომ ფაქტიურად 80%-ით მაინც არის უკვე წინ წაწეული და გაზრდილი თუ არა ზოგ შემთხვევაში გაორმაგებული. ჩვენ ვთქვით რომ როდესაც დავხურავთ წელს მომავალი წლის ბიუჯეტში შევინარჩუნოთ საშუალოდ ხელფასების 5-დან 10%-იანი ზრდა, რომ უფრო მეტი мотиваცია და წახალისება მივცეთ. ზუსტად ამ და სხვა ხარჯებზეა ხოლმე მიბმული შემდეგ სასტუმროს ფასები, იმიტომ რომ საოპერაციო ხარჯი როდესაც გეზდება, სასტუმრო არ არის საწარმო, სადაც შეგიძლია გაზარდო წარმოების მოცულობა და ამით გაზარდო იგივე ფასით შემოსავალი. აქ არის ის, რომ ნომრებს ვეღარ ამატებ ვერასდროს, გააქვს ერთი კონკრეტული სანომრე ფონდი და რამაც უნდა დაგიგენერიროს შემოსავალი და შემდგომ უკვე საოპერაციო ხარჯი გაისტუმროს და დაგიტოვოს მოგება, ერთადერთი გზა იმისი არის, რომ თუ გეზდება ქვეყანაში მოთხოვნა, გაზარდო ფასი. სხვანაირად სასტუმროში მოგება ბიზნესურად ვერ იქნება მზარდი წლიდან წლამდე, იქნება სულ ერთი სწორხაზოვანი გრაფიკი. აქედან გამომდინარე ზუსტად ამ და სხვა ხარჯების დასაფარად და თანამშრომლობის სამოტივაციოდ არის განკუთვნილი ფასების ზრდაც და ძალიან კარგია რომ ამაში მოთხოვნაც ხელს კიწყობს. ნუ პრესტიჟულობას რაც შეეხება, როდესაც ამდენი ბრენდი გყავს უკვე ქვეყანაში შემოსული და თითქმის ყველა საერთაშორისო ბრენდის ერთ-ერთი რომელიმე ბრენდი მაინც ოპერირებს, ეს უკვე ხალხს უსვავს იმას, რომ თანამშრომლებისთვისაც და ზოგადად დამწყები ადამიანებისთვის, ვინც ჰოსპიტალიტეტის სექტორში უნდა რომ ფეხი შედგას, უფრო და უფრო მეტად საინტერესო ხდება, იმიტომ რომ მათ უფრო განსხვავებული ტრენინგები და განსხვავებული мотиваციები და ასევე ასოცირდება სტაბილურობასთან. ეს ყველაფერი და ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ, ბოლოს შევაფასოთ, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ სტაბილურად გაგრძელდება ის ტენდენცია, რაც გვაქვს წლის ამ მონაცემებით წლის ბოლომდე, ანუ მოლოდინები როგორი გაქვთ, როგორ დავამთავრებთ წელს, როგორი იქნება შეფასება საბოლოო უკვე ტურიზმის ნაწილში. ამ გადმოსახედიდან თუ არ იქნება რაიმე სახის კოლაფსური ჩავარდნები, როგორც ვთქვათ, ისრაელ-ირანის ომმა გვაჩვენა ის ორკვირიანი, ასე ვთქვათ, ლაქა, რომელიც დაგვიტოვა ამ სეზონზე, მსგავსი პრეცედენტები თუ არ იქნება და ხელი შემშლელი ფაქტორები, მე ვფიქრობ, სეზონს ჩვენს მაგალითზე დავხურავთ დაახლოებით 80%-მდე საშუალო დატვირთულობით, რაც შეეხება 2026 წელს, 2026 წლის წინასწარი რეზერვაციებიც უკვე მიღებულია, ვფიქრობ 2026-იც მაღალი სეზონიც ასევე წამოგვეწევა უკვე აპრილიდან, იმიტომ რომ შეიცვალა კოვიდის მერე ტენდენცია და თუ იყო ხოლმე აპრილით საშუალო და გარდამავალი სეზონი თბილისისთვის და ზოგადად რეგიონებისთვის, წელს განსაკუთრებით თბილისში პიკური და რეკორდული მაჩვენებლები დაგვიწერა, როგორც წეგან ვახსენეთ, ეს იყო 92%. ჩვენს ისტორიაში ჯერჯერობით ესეთი არ ქონია და ძალიან გახარებულები ვიყავით ყველას. ნუ დატვირთულობის ზრდაც მაქსიმალურად წლიდან წლამდე გვაქვს 5-დან 7-8%-მდე და იგივეს ვფიქრობთ, რომ დავაბიუჯეტებთ 2026-ში 2025-თან შედარებით. კი ბატონო, მშვენიერია, ეს კი უკვე საბოლოოდ ოფიციალურ სტატისტიკაში აისახება, რითიც ჩვენ უკვე ვამაყობთ, არის რეკორდული და იმედია წელსაც რეკორდულად დავამთავრებთ. მადლობა სტუმრობისთვის. ტურიზმის სექტორზე საუბრობდით გიორგი დოლიძესთან ერთად HSC Group Hospitality-ის დირექტორი იყო დილიდან ჩვენი სტუმარი.